გესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანიდან ნახოთ რჩევა, დიდი ხანია არ მინახია. ისთვის არის ეთყობა შესაძლებელია რამე სასამართლო პროცესი იყოს ან რამე ესე რომ ვთქვათ ადვოკატის ან ვიღაცის დახმარება გჭირდებოდეთ, რადგან ქონება არის რამე რაღაც ღირებული თქვენ სახელზე გადმოფორმდეს, გაიმარჯვოთ და ასე შემდეგ. Რაღაც ეს არის წინა სიტყვაობა, ვისთვისაც რეზონი და რას ელოდებით. მე აქ გეტყოდით, რომ კი გექნებათ ეს დაიხმარეთ, ვინც გჭირდებათ, თუ ნოტარიუსი არის, თუ რაც არის, მოკლედ. აი ესეთთან ახლოს შეიძლება ზუსტი სიტყვა ვერ მოვარგო, მაგრამ მიხვდებით, რასაც გულისხმობ. დაიხმარეთ აუცილებლად აქ მიიღებთ თქვენ შეიძლება ის მიმკვიდრეობა იყოს, შეიძლება რამე, რაც გჭირდებათ, რაც წარმატებას მოგიტანთ, ან ყოველ შემთხვევაში თქვენი იგრძნობთ თავს წარმატებულად, ან საკითხს რაღაცას მოაგვარებთ, ხო? აუცილებლად ეს გააკეთეთ, მიმართეთ. დასახმარებლად რჩევა. თქვენ მოდი მე ასე გეტყოდით, აუცილებლად გექნებათ აქ გზა, რომელსაც ალბათ წარსულშიც ქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა, ესე რომ ვთქვათ და ეს აუცილებლად მოგვარდება. დღეს მაგალითად ამ რჩევაში აუცილებლად სიტყვა ბევრჯერ გავიმეორე და წამოვიდა, ეს არის რაღაცა, ესე იგი აი როგორ არის იცი საჭიროება, აი ზუსტად ესე უნდა იყოს და აუცილებლად სიტყვასთან რაც ასოცირდება, ხო? იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, ავიკვიატე დღევანდელ გაშლაში. აქ არ მეფიქსირდება, მე რამე ვერ შეძლოთ. კი ბატონო, არის დაბრკოლება, არის გაურკვევლობა და წარსულ საკითხში მაგალითად არც გამოგივიდათ და შეიძლება ისეთი რაღაც იყოს, რომ არც მინდა ესე იფიქრეთ, ან всё დავასრულე, всё მოკვდა, всё გადავაგდე. შეიძლება ეს იყოს რაღაცა ისეთი ნივთი, რაც მართლა აი ხომ არის ხანდახან. მოდი ისე გავაკეთოთ მაგალითად კაბა ან შარვალი გადაგიდვია და всё გადასაგდებად გამზადებულა, მე მომენტალურად, რა ვიცი, მე დამართნია ესეთი რაღაცა მაგალითად. გამოიღებ, გააკრიალე, გააბწყიალებ, კარგად გამოისკვანჩები და მიპაკუნობ გემრიელა და თავიც მოგწონთ. შეიძლება ესეთი რაღაც იყოს აქ. ჩემს სიტყვებზე მე თვითონ ვეციდება. და შესაბამისად მაინტერესებს კიდე თუ არის რომელიმე ეზოთერიკოსი ასე თავის სიტყვებს ლაპარაკს ეცინებოდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი რაღაც ესეთი არის, მე მანდა მაინც ტანსაცმელს არ გულისხმობ, აქ შეიძლება ის ურთიერთობა იყოს, ვარი თქვი, შეიძლება რამე ღირებული ნივთი იყოს, არ აქვს ნიშნულობა, შეიძლება საქართველოზე თქვით ვარი და ეხლა რაღაც აქ არ ვიცი სისტემა რაც გქონდათ და პირიქით შემოbrunდეს, ხო? დავუშვათ აღარ მინდა იქ, ან შეიძლება რომელიმე ქვეყანაში სადაც ხართ. ეს იყოს. აქ როგორ არის, იცით, ღვთისწყალობა და მე პირადად გეტყოდით, რომ მithოვეთ კიდევ ეს წყალობა. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ძალიან კარგად მუშაობს და მეც უნდა დავიწყო რაღაც ის ერთწუთიანი რგოლების ჩაწერა, ვიდეო რგოლების, იმიტომ რომ მთლიან გაშლებს ყველა არის მას, მე ისეთნაირად პიარდება და რა ვიცი, მოკლედ ნახვები აქვს უფრო მეტი. აი თუნდაც ეხლა რასაც გავაჟღერებ, ხო? ძალიან კარგად მუშაობს. ჩათვალეთ ესეც ერთგვარი მაგიური, ოღონდ თეთრი მაგიის რიგებში გადის, ხო? მოდი ეხლა არ ვიკამათოთ, ისევ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ ახალი მსმენელებისთვის დავკონკრეტდები, თორე ჩემებმა იციან, მაგიას ფერი არ აქვს, მაგრამ მაინც ყოფთ კატეგორიებად, რომ ესე ვთქვათ,
თქვენ სმენელები, ვინც ამ სფეროში არ ახართ, გაერკვეთ რომელი რიგის საკითხთან გვაქვს შეხება. ეს გადის უფრო თეთრი მაგიის რიგებში, რასაც მე ახლა გასწავლით თქვენ ეგრეგორთან მუშაობა, თქვენს ფარველთან მუშაობა. შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ ფარվել ანგელოს და ერთ-ერთი ანგელოზი არის კიდე, მაგრამ არ გავაჟღერებ მე შეგნებულად. მე არ ვიცი ვინ როგორ გამოიყენებს მე ამას. ამიტომ თქვენს ფარվել ანგელოს მიმართეთ ამ შემთხვევაში უბრალოდ დახმარება. ნახეთ როგორი სახით. იყიდეთ სანთელი, დიდი თაფლის სანთელი. ნახეთ რომელიმე ეკლესიაში რომ შეხვალთ. იყიდეთ ყველაზე დიდი რომელიც იქნება სანთელი. ახლა ეს არ არის ყველაზე დიდი, ხო? თქვენს ფარվել ანგელოსთან ან წმინდანთან მიდით და თხოვეთ ესეთი რაღაცა. დაილაპარაკეთ, აი ასე ვარ, ასე დღეში ვარ, ასე ხდება ჩემს თავს. მე არ ვიცი ვინ არის, თუ იცით კონკრეტულად, მაგრამ ხელის დადება ესე რთულია, იმან ეს გამიკეთა, ამან ეს გამიკეთა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ღმერთმა იცის, ვისგან არის, რისგან არის და უბრალოდ მომეხმარე ეს ყველაფერი მე გადავლახო. ნახეთ? და მე დავუშვათ კვირაში ერთხელ ან რამდენიმე დღეში ერთხელ ამ სანთელს ყოველთვის დავანთებ შენთან, ასეთ სანთელს ამ ხნის განმავლობაში რაღაცა აიღეთ დრო. 1 თვე, 2 თვე შეგიძლიათ აიღოთ. ამ შემთხვევაში როგორი რაღაც არის, ამას ვერ დაარღვევთ ოღონდ, იმიტომ თქვენ ვერავის ვერ მოატყუებთ მით უმეტეს თქვენს მფარველ ანგელოზებს და წმინდანებს და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. და ძალიან კარგად მუშაობს, აუცილებლად ეს აგისრულდებათ. აქ არაფერი არ არის შავმაგიური, ვინმე არ დაწყევლოთ იქ ხატებთან. და არ არის ის ფორმატი, რომ ვიღაცა ამით ზიანდება. პირიქით, შემწეობას ითხოვთ და ეს შემწეობა თქვენ ნახეთ, როგორ არის იცი, მიღებული იქნება და აგისრულდებათ. მე ყოველ შემთხვევაში ასე მიფიქსირდება, იმიტომ რომ ამდენი ხანიც არ გამიჟღერებია. ესე არა, ეს პრაქტიკა, რაღაცები მითქვია ითხოვეთ თქო, მაგრამ ისეთნაირად არა. რატომღაც ეხლა წამოვიდა თითქოს ეს ინფორმაცია, რომ უნდა გამეჟღერებინა. შეგიძლიათ ესეთი რაღაცა გააკეთოთ, თეთრი რიგების, კი ბატონო, თქვენ ნუთვლით, რომ ეს მაგიურ ვარიანტში არ შედის ესეთი რაღაცები. ხო, მაგრამ არის ეს თქვენს ეგრეგორთან მუშაობა. ვიკამათებთ, მაგრამ მე პირადად გეტყვით, რომ ეკლესიაშიც რაც კეთდება, ჩემკარგებულ რიტუალები კეთდება, იქ აბა რა კეთდება? ლოცვები, წირვა, ლოცვა, საჯამრთელოს, წარმატების რიტუალია იგივე რა არის? იქ შესვლა არ შეიძლება, აქეთ შესვლა არ შეიძლება, იქ ლახრით ემაშვებიან, ხრიტავენ პურს, იქით ღვინო, მეთქი არაფერი გჭირდება ჩვენ აქ ეზოტერიკოსებს. უბრალოდ ეს ყველაფერი ნახეთ, იმდენად დაფარეს და იმდენად აკრძალეს, ქრისტიანობა დაკრძალული იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და რომ ეხლა მაგაზე ლაპარაკი ძალიან შორს წამიყვანს, ეს უკვე 8 საუკუნეების ცივილიზაციასთან მივდივა, რომელიც სხვათა შორის ისტორიული ჩანაწერებიც კი გამქრალი არის. და ნახეთ, ყველაფერი ესე რომ ვთქვათ დაიფარაკ და მერე წავიდა ეს აკრძალვები და იმიტომ რომ ძალიან გაცნობიერდა, ასე ვთქვათ, ხალხი ხო და ინტერესიც ძალიან გამოიწვია. ახლა ყველაფერს ხსნიან, ყველაფერი თითქოს ნელ-ნელა გამოდის საკითხები, დაფარული ინფორმაციები, ბევრი რაღაცას გებულობთ, არ ვიცოდით ამბობთ, ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ინფორმაცია უკვე გახსნილი არის, ესე იგი, რაღაც უკვე გამჟღავნდა, ხო, რაღაც უკვე, ასე რომ ვთქვათ, წამოიწია წინა ხაზი, ამის შემდეგ სხვა ეტაპი იქნება, ის რომ გაიგეთ, ამის შემდეგ უფრო მეტს გაიგებთ, შემდეგ უფრო მეტს და ამ ამასობაში უკვე ადამიანის ცნობიერიც მაღლდება.
აი ეს არის ჩემო კარგებო, აქ მე რაც მინდა რომ გითხრათ რჩევაში და რა შედეგს მიიღებთ, რატომღაც ამაზე მქონდა მთლიანი აქცენტი გაკეთებული. შედეგი წარმატება, რა თქმა უნდა, ცოტა დრო იქნება საჭირო, მაგრამ წარმატება აუცილებლად იქნება. ნუ გონიათ, ნუ რა ვის, გინდ წმენდა იყოს, გინდ თქვენ ფარველ ანგელოზთან მიხვალთ, გინდ რამე რიტუალი შეუკვეთეთ, გინდ რაღაცა გააკეთეთ და მეორე დღესვე უნდა დაიდო შედეგი გინდა თუ არა. კი, ვიღაცასთან შეიძლება ეს გამოვიდეს და ეხლა ერთი მეუბნება 3 დღეში დამიდე შედეგია. 3 დღეში ეხლა შეიძლება 3 დღეშიც დავუდო შედეგი, ძალიან ახლობელია და მასთან არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ძალიან არასწორი მიდგომა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახეთ, მაშინ აიძულოთ რაღაცეები, ხო? ძალიან ისეო და ubakუნოთ და ასე არ არის. და ერთ პატარა მინიშნებასაც გავაკეთებ, აქ შეიძლება მოისმინოს ბევრმა და გაითვალისწინოს. თქვენ რო სტუმრად მიდიხართ, აი მიხვედით ვიღაცასთან და შეხვედით, ჩხუბით, წყევლით, რაღაცა ესე ალიაქოთით, როგორ ფიქრობთ, მასპინძელი მიგიღებს, უნდა თქვენი მიღება სახლში შეგიშვებს, ბევრმა შეგიშვა შეიძლება, ხო? იგივე არის, ბევრი თქვენთაგანი მოდიხართ ჩემთან, დავასრულე უკვე საუბარი და სხვაზე გადავედი, ხო? მოდიხართ ჩემთან და რაღაცა ფორმა გაქვთ, როგორ იცით? ეს მინდა, ის მე რიტუალები და გავანადგურო ასე უკნა და მიდიხართ წყევლაზე. ესეთ რაღაცას მე მაგალითად, რა თქმა უნდა, არ მიგიღებთ ესეთ ხალხსგან და მე კიდევ თქვენ შეიძლება ვერაცნობიერებთ და ბევრი აცნობიერებთ კიდეც, რომ მე იმ სიტყვებს წავიკითხავ, ამით ძალა ეძლევა, ხო? იმიტომ რომ ჩემ სიტყვას ძალა თუ არ აქვს, მაშინ ვერც მგენზე ვიმუშავებ, რა ქვია, რიტუალებზე. და თქვენ ჩემი საშუალებით გინდათ გააძლიეროთ ეს ყველაფერი და ადამიანი დააზიანოთ, ხო? რა თქმა უნდა, არც წავიკითხავ ბოლომდე და არც მოგისმენთ. მე მაშტერებ, თქვენ თავს იშტერებთ თუ რა ხდება, თუ არ იცით, მაშინ გეუბნებით ესეთი ფორმატით, ჯერ ერთი, რა ვიცი, მიუღებელი არის და ყვირიყველი ჩხუბით, ახლა თქვენი პრობლემა გაქვთ, ვიცი, გასაგები არის, მაგრამ ექიმთან რომ მიდიხართ, რა ვიცი, ყვირილ ჩხუბით მიდიხართ, თუნდაც მაღაზიაში რაღაცის ყიდვა გინდათ, თუნდაც მიდიხართ, შეიძლება ვიღაცამ თუ გაგამწარათ, იმ ადამიანთან მიხვიდეთ ჩხუბით, ხო, დანარჩენთან ესე იქცევით. არ ვიცი თქვენ როგორ იქცევით, მაგრამ ჩემთან ესეთი რაღაცები არ შეიძლება და არ უნდა მოიქცეთ. ასე. რაც შეეხება თემას, იქნება დრო საჭირო, იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება, შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ თქვენ მოგიტანოთ ასევე სიმდიდრე, რაღაცის დაგროვება, შენაძენიც კი, შემდეგ იქამდე მიხვიდეთ. აი ეს იყო დღევანდელი რჩევა, იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და რა თქმა უნდა გაითვალისწინებთ. მე ვღებულობ იმ ხალხს და ურთიერთობას ვაგრძელებ იმ ხალხთან, რომ იცოდეთ, ვინც ითვალისწინებს რჩევებს, ჩემ რჩევებს, თუ არ ითვალისწინებთ, ეხლა შეაყარე კედელს ცერცვის თემა არის და ეხლა თქვენი ჭიდაობის თავი ნამდვილად არ მაქვს. ბევრი ხართ თან, 1-2 რო იყოთ კარგი, შემოგიჭიდავებოდით, მაგრამ ბევრი ხართ. გისურვებთ წარმატებებს და გეშვიდობებით დროებით.